მე-19 საუკუნის ეს სათემო ინიციატივები პრინციპში დაიწყო რაღაც ძალიან ინდივიდუალური პიროვნებების ინიციატივებით, იდეებით. ინიციატივების უმთავრესი მიზანი იყო პირველი და უმთავრესი იყო წერა-კითხვის გავრცელება. ეს იყო საკმაოდ ღარიბი ფენიდან გამოსული განსაკუთრებით განათლების მიმართულებით ადამიანი, რომელსაც სურდა ცვლილებები. ქვემო მაჩხანაში სოფელმა მოახერხა ის, რომ უზარმაზარი უნიკალური თეატრი ჰქონოდა, სადაც წარმოდგენები იმართებოდა და რომელსაც სოფელი ინახავდა. ინიციატივების სპექტრი და ეს სათემო, ასე ვთქვათ, გაერთიანების სპექტრი იყო ძალიან მრავალფეროვანი. ის მეხსიერება, რაც არსებობდა მე-19 საუკუნეში, რაც შეიქმნა ამ სათემო ინიციატორების, აქტივისტების მხრიდან, ეს ფაქტობრივად გაქრა, იმიტომ რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა გახდა რეპრესიების მსხვერპლი, მათი ხსენებაც კი შეუძლებელი იყო. დღესაც ჩანს, რომ რაღაცა მინიმუმ ინიციატივები უკვე პაუზდება, ნადგურდება, უბრალოდ თავს ანებებენ, იმიტომ რომ შეუძლებელია ამ სისტემაში მსგავსი საქმეების კეთება საფრთხის შემცველით და შეიძლება რაღაცა ძალიან ძიმედ, ძალიან რაღაცა ცუდ მოგონებებს და ცუდ ისტორიულ პარალელებს იწვევდეს. მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჩვენი პოდკასტების სერიას, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირსა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ. ცხადია ის შეხედულებები და ის მოსაზრებები, რაც ამ გადაცემებში, ამ პოდკასტებში გამოიქმნის, გვეკუთვნის მხოლოდ ჩვენ და არ ეკუთვნით ჩვენ დონორებს და შეიძლება ისინი სულაც არ გვეთანხმებოდნენ აი ამ შეხედულებებსა და გამონათქვამებში. დღეს გადავწყვიტეთ, რომ ვისაუბროთ ძალიან საინტერესო თემაზე, ეს არის სათემო განვითარება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში აი ამ დროიდან განსხვავებით საკმაოდ განვითარებული იყო, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს, მე-20 საუკუნის დასაწყისში და რომ არა საბჭოთა ოკუპაცია, სავარაუდოდ დღეს ჩვენი თემები, ჩვენი სოფლები, ჩვენი ქალაქები აბსოლუტურად განსხვავებულ გარემოში იცხოვრებდნენ, იმიტომ რომ ის, რაც გვქონდა ჩვენ წინა საუკუნის დასაწყისში და კიდევ უფრო ადრე, მართლაც იყო უნიკალური გამოცდილება ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს ამაზე სასაუბროდ მოვიწვია მე ირაკლი ირემაძე, რომელიც საოცარ კვლევებს ატარებს თავის მეგობრებთან ერთად, როგორც თვითმმართველობის საკითხებზე, ის სათემო განვითარების საკითხებზე და იცის როგორც წარსული ისტორიები, ისე დღეს არსებული მდგომარეობა. გამარჯობა ირაკლი, მადლობა რომ მე სტუმრე. მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო თემაა შერჩეული, იმიტომ რომ სათემო განვითარების გარეშე შეუძლებელია თვითმმართველობის განვითარება, იმიტომ რომ მოქალაქე ქმნის თემს და მოქალაქიდან იწყება ყველაფერი, მათ შორის თვითმმართველობაში მოქალაქეა უმთავრესი. დღეს რა მდგომარეობაც გვაქვს, ამაზე ცხადია ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ახლაც არსებობს, რა თქმა უნდა, სათემო ორგანიზაციები, ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც რაც თავიანთ თემში ცდილობენ სიახლეების დანერგვას, რაღაც საქმის კეთებას და თავიანთი თემის გაძლიერებას, თუმცა ეს არის იმის გამოძახილი, რაც ოდესღაც ჰქონდა მე-19 საუკუნის ბოლოს, მე-20 საუკუნის დასაწყისში. როგორ იწყებოდა ეს სათემო განვითარება ქვეყანაში? რამ შეუწყო ამას ხელი, რა იყო ამის წინაპირობა? აი ამით დავიწყოთ, მე მგონი ლაპარაკი, გავიხსენოთ ბევრი კარგი მაგალითი გვაქვს ჩვენ იმ დროინდელი და ნელ-ნელა მოვუყვეთ უკვე აქეთ ამ თანამედროვე საქართველოს სადავართ ახლა. მადლობა დაინტერესებისთვის თქვენს პლატფორმას, რომელიც წლების განმავლობაში აშუქებდა ამ კვლევებსაც, აშუქებდა ამ პატარ-პატარა ისტორიებს, რომელიც სხვადასხვა კვლევის ფარგლებში ამოტივტივდებოდა და ასე ვთქვათ, მიჰქონდა ის საზოგადოების ფართო მასებთან. სათემო ინიციატივების რეალური გამოწვევები და საწყისები საიდან იწყებოდა ძალიან განსხვავებულია, რა თქმა უნდა, დღევანდელ რეალობაში და მე-19 საუკუნეში. თუმცა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საერთო რამ ახასიათებს რეალურად სათემო ინიციატივები ყველაზე სწრაფად, ასე ვთქვათ, განვითარება და ყველაზე მასობრივი გახდა იმ არეალებში, სადაც რეალურად სახელმწიფო ინსტიტუტები, თვითმმართველობის ინსტიტუტები ან არ ფუნქციონირებდნენ და არ ასრულებდნენ მათ მოვალეობებს, ან პირიქით ესე იყო რაღაცა გარკვეული რეპრესიული აპარატის სახით. მე-19 საუკუნის ეს სათემო ინიციატივები პრინციპში დაიწყო რაღაც ძალიან ინდივიდუალური პიროვნებების ინიციატივებით, იდეებით და მიმბაძველობით. სათემო ინიციატივები შეგვიძლია თამამად რომ მე-19 საუკუნეში ეს მიმბაძველობა იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი და ეს რაღაცა ატაცება, იდეის ატაცება და მე-19 საუკუნეში ეს სათემო ინიციატივები ძირითადად კონცენტრირებული იყო საგანმანათლებლო კულტურულ საქმიანობაზე.
იმიტომ რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ჩავარდნილი, შეგვიძლია ასე ბჭყალებში ვთქვათ, ჩავარდნილი სფერო და ერთ-ერთი ყველაზე მიტოვებული, იმიტომ რომ ამ მიმართულებით ფაქტობრივად იმპერიის ხელისუფლება, რუსული იმპერია საერთოდ არაფერს არ აკეთებდა. ეს იყო რაღაცა ინდივიდუალურ ინიციატივებზე დატოვებული და ესეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ინიციატივები ხშირად იყო რეპრესირებული. და ამ ინიციატივების წინააღმდეგ საიმპერიო ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს გადადგამდა და როგორც წესი ამ ინიციატორების ავტორები მინიმუმ დიდი მზედამხედველობის ქვეშ იყვნენ თუ ზოგიერთ შემთხვევაში არამხოლოდ მზედამხედველობის, არამედ პატიმრობის და ასე შემდეგ. პრინციპში ეს ყველაფერი, ეს მოძრაობა დაკავშირებული არის რაღაცა მთერგდალებულთა საქმიანობაზე, გამოფხიზლებაზე, პატარ-პატარა სკოლების შექმნასთან, ასევე მაინც თუ ნახავთ ბევრ ამ ინიციატორებს, მაინც არის რაღაცა საგამოწმებლო წრიდან გამოსული. ყველას იქნება ეს ვთქვათ გულგულა, ავლევი, ყველა აი ამ ინიციატივების უმთავრესი მიზანი იყო პირველი და უმთავრესი იყო წერა-კითხვის გავრცელება. ეს უდიდესი გამოწვევა იყო. და ყველგან პატარ-პატარა სკოლები იკეთდება, სასოფლო სკოლები, სადაც ახალგაზრდობას ასწავლიან და ეს უდიდესი გამოწვევა იყო. წარმოიდგინეთ 19 საუკუნის შუა პერიოდში ევროპის ბევრ ქვეყანაში წერა-კითხვის ცოდნის დონე არის 80-90% და იგივე მაჩვენებელი კავკასიაში, იგივე მაჩვენებელი რუსეთის კავკასიურ სივრცეში, რუსეთის იმპერიის კავკასიურ სივრცეში 10%-ს არ აღემატება. ეს ძალიან ოპტიმისტურია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 5%-ია. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის ეს, რომ აი საგანმანათლებლო ინიციატივები, აი თუ ნახავთ განსაკუთრებით 70-80-იან წლებში, როცა პარალელურად იქნება წერა-კითხვის გამოცემების საზოგადოება, რომელიც რაღაცა გარკვეულწილად ინიციატივის გამოჩენის შედეგად ჩამოყალიბდა, მაგრამ უფრო ინსტიტუციური ასე ვთქვათ, განვითარება პოვა ვიდრე სათემო, მხოლოდ სათემო ინიციატივა და უფრო გლობალურ დონეზე გავიდა, მაგრამ ამავდროულად ამ წერა-კითხვის გამოცემების საზოგადოების სკოლების მასწავლებლებმა, ამ სკოლების შემდეგ მოსწავლეებმა, ამ სკოლების გავლის შემდეგ ასე ვთქვათ, ჩამოყალიბება პიროვნებებმა თავიანთ თემებში დაიწყეს ახალი ინიციატივების შეტანა. აი ერთ-ერთი ყველაზე ესეთი სამაგალითოც და შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაცა ბიძგის მიმცემი, რომელიც ატაცებული გახდა და მიმბაძველობის მაგალითი იყო მაგალითად გურიის სახალხო ბიბლიოთეკა და ამავდროულად გურიის სახალხო ბიბლიოთეკის შემქმნელების მიერ შექმნილი თავიანთ სოფლებში, თავიანთ თემებში შექმნილი მაგალითად სკოლები. აი გასულ კვირას მეგობრებთან ერთად ვიყავით დიდვანში, ისიდორე რამიშვილის მიერ შექმნილ სკოლაში. ეს ჩვენ კი ვეძახით დღეს სკოლას, მაგრამ მაშინ არავინ არ აღიარებდა ამ სკოლას. ამ ადამიანმა, აი მაგალითს რომ მიყვეთა უფრო რაღაცა ისტორია გავიხსენოთ, არის ის, რომ ადამიანმა ძალიან პრესტიჟულ სკოლაში მასწავლებლობას დაანება თავი, ვარი თქვა საკმაოდ კარგ განაზღავრებაზე და თავისი ინიციატივით, თავისი სურვილით გადავიდა მშობლიურ სოფელში, სადაც ფარდული მოჭედა თავის თანასოფლელებთან ერთად, დაარქვა ამ სკოლა და დაიწყო იქ მასწავლებლობა. და მისი პირველი მოსწავლე იყო შემდეგ უკვე ნოე რამიშვილი, რომელიც მთავრობის თავმჯდომარედ გახდა. მაგრამ ეს რაც თავარია, მმართველობის რეფორმის ფუძემდებელი იყო, რა რაც თავარია, ეს ისიდორე რამიშვილის ეს მაგალითი გახდა მიმბაძველობის, ასე ვთქვათ, ობიექტი მთელს გურიაში. და ამან გამოიწვია რაღაცა რადიკალური ცვლილებების. და ეს რადიკალური ცვლილებები, როგორც წესი, ამ სათემო ინიციატივებს ძალიან ხშირად ახლავს, ეს მიმბაძველ სათემო ინიციატივებს. იმიტომ რომ მაგალითად, ამის მაგალითი არის გურიის ზოგადად განათლების, გურიის რეგიონში განათლების ძალიან პოპულარიზაცია და აი ერთი სასაცილო ისტორია 1919 წელს როცა რესპუბლიკა გამოცხადდა და დაიწყო განათლების რეფორმა, განათლების მინისტრმა სთხოვა ყველა მაზრას, რომ მიეწერა თუ რამდენი ახალი სკოლა ჭირდებოდათ კონკრეტულ მაზრაში საყოველთაო განათლებას, ანუ დაწყებითი განათლების შემოსაღებად და გურიიდან მოიწერეს მხოლოდ 4. იმიტომ რომ სახალხო მასწავლებლებმა, ამ ინიციატორებმა ძალიან ხშირად იმპერიის წინააღმდეგობის მიუხედავად შექმნეს რაღაც განათლების სივრცეები, რომლის შედეგადაც, გურიაში ჯერ ძალიან ბევრმა ისწავლა წერა-კითხვა, შემდეგ იქ რევოლუცია მოხდა, მოძრაობა დაიწყო, რესპუბლიკა გამოაცხადეს და საბოლოოდ მივიდა იქამდე, რომ გურია ფაქტობრივად ერთი პატარა რეგიონი ისეთივე განათლების დონით ისეთივე ასე ვთქვათ მასშტაბებით იყო, როგორც თბილისი, კავკასიის ცენტრი. თბილისის მოქალაქეების დაახლოებით 90%-მა იცოდა წერა-კითხვა, რამდენიც გურიაში. ირაკლი, განმანათლებლობა იყო უმთავრესი ასპექტი აი ამ სათემო განვითარების და ამან ბევრი რამ მოიტანა. თუმცა განმანათლებლობასთან ერთად ძალიან ბევრ სოფელში გაჩნდა მცირე ზომის რაღაცა კოოპერატივები, საერთო საქმე გამოინახა, ტექნოლოგიები შევიდა ახალი და შემდეგ. რა განვითარება ჰპოვა გარდა განათლების მიცემისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, ხო? რა მოუტანა კიდევ აი ამ სოფლებს ამ ინიციატივიანმა ადამიანებმა?
რა ჩაიტანეს სოფლებში? ხო, ჩვენ ახლა რაღაც ისე გამოვიდა რომ მხოლოდ განათლებას საუბრობთ, რეალურად ეს ინიციატივების სპექტრი და ეს სათემო, ასე ვთქვათ, გაერთიანების სპექტრი იყო ძალიან მრავალფეროვანი. აი როგორც ახსენეთ, კომუნალური, ასე ვთქვათ, კოოპერატივების შექმნით დაწყებული, პროფესიული სასწავლებლების შექმნით დამთავრებული, იმიტომ რომ სხვადასხვა სკოლები თავის დროზე ძალკეულმა ინიციატორებმა იქნებოდა ეს ვთქვათ წინამძღვრად კარის სკოლა, იქნებოდა ვთქვათ ამლევის სკოლა თუ ასე შემდეგ, რომელიც კონკრეტულ სფეროებზე იყო ორიენტირებული, ეს ძალიან მრავალფეროვანი სისტემა იყო. ამლევი იყო საერთოდ ძალიან უნიკალური, ჩემთვის ძალიან ძვირფასი და უნიკალური ჭკვიანის თანადროული. ჯერ ხო ამლევი იყო მთელ შიდა ქართლში, მე მგონი ერთადერთი სოფელი, სადაც ელექტროენერგია ჰქონდათ. იმ დროში და ეს იყო წარმოუდგენელი ამბავი, გორში არ იყო, ხაშურში არ იყო და ავლევში იყო. პლუს მაგას ავლევმა მოახერხა და ბევრი მიმართულებით განვითარება შეძლო. მიუხედავად იმ წინააღმდეგობებისა, რაც ხდებოდათ და დღესაც კი ძალიან დიდი სიყვარული მე ვიყავი ჩასული ამ სოფელში. პატარა ვიდეო სიუჟეტს გავაკეთეთ და დღესაც კი დიდი სიყვარულით იხსენებენ იმ პერიოდს და ეს ისტორიული მეხსიერება არ ვიცი რამდენად მთელ მოსახლეობაში, მაგრამ მე ვისაც შევხვდი საკმაოდ კარგად ჰქონდა და სკოლებში რაც მთავარია მასწავლებლები ცდილობენ რომ აი ეს ისტორია სოფელს არ დაუკარგონ და ახალგაზრდებმა, ბავშვებმა, სკოლის მოსწავლეებმა იცოდნენ მათი სოფლის ისტორია. რატო იყო გამორჩეული ავლევის მაგალითი ასე? ავლევის მაგალითი არ არის რაღაცა რიგითი ისტორიაც ასე ვთქვათ, ეს რიგითი ინიციატორი, როგორც ეს ინიციატორის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო საკმაოდ ღარიბი ფენიდან გამოსული და მათი რესურსები შეზღუდული იყო და ამლევის შემთხვევაში, წინამძღვრად კარის შემთხვევაში ეს ინიციატორები თვითონ იყვნენ საკმაოდ შეძლებული, გავლენიანი, სათავადო ოჯახებიდან და შესაბამისად უფრო მეტი რესურსი ჰქონდათ. განსხვავებით სხვა სათემო ორგანიზაციების, აი ეს წინამძღვრად კარი, ეს ილია წინამძღვრიშვილის მიერ შექმნილი სასოფლო სამეურნეო სკოლა და ამლევის ეს სკოლა და ზოგადად სოფლის ჭკვიანი სოფლის თანამედროვე ასე ვთქვათ გადასახადებს შეხედავთ ჭკვიანი სოფლის რაღაცა განვითარების გეგმა. ამ შემთხვევაში რესურსები აბსოლუტურად სხვა იყო. თუ სხვა არეალებში თვითონ თემი ცდილობდა რა თავისი წირი შემოსავლიდან რაღაცა გაერთიანებინა და ამით განევითარებინა, მეორე შემთხვევაში ჩვენ გქონდა თვითონ ასე ვთქვათ შეძლებული ადამიანი, რომელიც თვითონ ავითარებს. პრობლემა ის იყო, რომ ხშირად ამ შეძლებულ ადამიანს თავადი იყო, არც კი ენდობოდნენ ხოლმე, ხო? ესეც ძალიან ხშირად იყო. ახლა კოსტა ამირეჯიბის შემთხვევაში მაგალითად ეს იყო წინაღობა, რომ ის თვითონვე იყო ჩართული ამ პროცესებში, მაგრამ ის რომ გარკვეულ თავადებს, რომელსაც შეიძლება კარგი იდეები ჰქონდათ, მაგრამ თავის რაღაცა ისტორიული არც თუ ისე საამაყო, ვთქვათ, ქმედებების თემში თავის გლეხებისადმი არც თუ ისე კარგი დამოკიდებულება შეიძლება ეს არ გამოსულობთ. ნუ აქ თავის პიროვნული ფაქტორების ცხადია რომ იყო წინამძღვრად კარში თუ ავლევში. მაგრამ ძირითადად შემთხვევაში ეს იყო საკმაოდ ღარიბი ფენიდან გამოსული განსაკუთრებით განათლების მიმართულებით ადამიანი, რომელსაც სურდა ცვლილებები თავისი თემისთვის, თავისი ჯგუფისთვის და ამ ცვლილებებისათვის ის ძალიან ბევრ რამეზე ამბობდა ვარს პიროვნული კარიერის განვითარების კუთხით და მეორეს კუთხით ცდილობდა მაშინდელი ქართული საზოგადოების კეთილგანწყობის მოპოვებას, იგივე გურიის მაგალითს და სხვა ინიციატივის მაგალითს თუ ვნახავთ, ქართული პრესის საშუალებით ის ცდილობს რომ რაღაცა ერთგვარი ფანდრაიზინგი აწარმოოს, მიიღოს რესურსები და შემდეგ ეს რესურსები მოახმაროს თემს. მე მგონია რომ აი პრესამაც კარგი რამ ახსენე შენ. პრესამ ძალიან შეუწყო ხელი ამ ინიციატივიან ადამიანებს, იმიტომ რომ მაშინდელი ქართული პრესა ყოველთვის ედგა გვერდში აი ასეთ ინიციატივებს, განსხვავებით დღევანდელისგან, როცა მედია პრაქტიკულად არც კი ინტერესდება, რა ხდება რეგიონებში აი ასეთი სათემო ინიციატივები საერთოდ თუ არსებობს, ჩვენს მედია სივრცეში ამაზე არავინ არასდროს არ ლაპარაკობს, არა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემებია, ხო? და მაშინდელი პრესა თუ გადავხედავთ, ეს პრაქტიკულად მთლიანად რეგიონებით დახუნძლული პრესაა, რომელიც აშუქებს ყველაფერს, ყველანაირ სიახლეს, რაც კი რეგიონებში ხდება და განსაკუთრებით ასეთ ინიციატივებს და ძალიან უდგას გვერდში წინამძღვრად კარშიც ახლა ილია ჭავჭავაძის როლი და დიდი წვლილი მიუძღვით აი ამ განმანათლებლებს იმაში, რომ რეგიონებში აი ეს ასე გაიშალა ეს სათემო მოძრაობები, საგანმანათლებლო მოძრაობები და ასე შემდეგ, ხო? ხო, თუმცა მაინც განსხვავებული რეალობაა, იმიტომ რომ მაშინ პრესა იყო ერთ-ერთი საშუალება, რომელთაც შეიძლება რაღაც საზოგადოებისთვის მიგეწვლინა
მაგრამ ერთიც არის ის პრესის მომხმარებელთა რაოდენობა იყო ძალიან ლიმიტირებული, იმიტომ რომ წერა კითხვა ძალიან ცოტა იცოდა. ამიტომ პრესა იყო კარგი საშუალება იმისთვის, რომ შედარებით შეძლებული მოქალაქეებისადმი ხმის მიწვდე და მომხდარიყო და მათგან რაღაცა გარკვეული შემოწირულობა, მხარდაჭერა მოეპოვებინათ. მაგრამ ეს პრესაში ძალიან ხშირად რაღაც ჩანს, რომ თვითონაც გამდენ იქიდან რომ გარკვეული პიროვნებები ზოგადად ანტისისტემურები იყვნენ, ვინც ამ ინიციატივებში იყვნენ ჩართული, ბევრ რამეს თვითონ პრესაც არიდებდა თავს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ცენზურა განსაკუთრებით აქტიურობდა, აი 95 წლის რევოლუციის შემდეგ ფაქტობრივად ყველა ინიციატორს, ინიციატივის, ასე ვთქვათ, სათემო ინიციატივას, რომელიც მანამდე იყო წამოწყებული, ძალიან დიდი პრობლემები შეექმნა. იმიტომ რომ ერთის მხრივ რომ ეს რაღაცა პრესაში პოპულარული იყო, მეორეს მხრივ რომ ეს ინიციატივები ამ რევოლუციურ პროცესებშიც მონაწილეობდნენ, განსაკუთრებით გურიაში და დასავლეთ საქართველოში და აი ამ ასე ვთქვათ, პოსტრევოლუციურ, კონტრრევოლუციურ პერიოდში ესენი გახდნენ სამიზნეები. ამიტომ არც პრესა აღარ აშუქებს დიდად, იმიტომ რომ ეს ცენზურაზეა დაქვემდებარებული უკვე ამგვარი ინიციატივების გაშუქება და მეორე მხრივ თვითონ ამ ინიციატორებისთვის საფრთხის მატარებელია. მაგრამ თავარი რაც არის ესეთი დიდი სხვაობა და დიდი გამოწვევა ამ ინიციატორების არის ეს, რომ შეიძლება მათი საქმიანობიდან გამომდინარე, განსაკუთრებით ისინი, ვინც პოლიტიკურ საქმიანობაში არიან ჩართული, ისინი შეიძლება გახდნენ რაღაც თვითონ წამოიწყონ ეს პროცესი, მაგრამ შემდეგ გახდნენ რეპრესიების მსხვერპლი. და ეს ჩანს ყველგან. განსაკუთრებით გურია არის, ეს გურიის ბიბლიოთეკა არის სამაგალითო რაღაცა, ასე ვთქვათ, კარგი მაგალითი იმისა, რომ რამდენ ეტაპად შეეხოთ მათ რეპრესიები, რომ ჯერ 90-იანებში ავიწროებდნენ, 1890-იანებში 1905 წლის შემდეგ ფაქტობრივად დახურეს ეს ბიბლიოთეკა, როგორც რევოლუციური ბუდე, რესპუბლიკის დროს ცოტათი მოცოცხლდა, შემდეგ უკვე საბჭოთა პერიოდში მოხდა მათი სრულად განადგურება. და ეს ინიციატივები ყოველთვის იკვეთება, ინიციატორები და ეს სათემო ინიციატივები ყოველთვის იკვეთება როგორც ანტისისტემური და ამავდროულად სისტემის მიერ რეპრესირების რაღაცა კარგი სამიზნე. და სამწუხაროდ ეს რაღაცა დღევანდელობასაც ძალიან გავს, ძალიან დიდი გამოწვევების წინაშეა დღევანდელი სათემო ინიციატორებიც, სათემო ინიციატივებიც, ეს სათემო ცენტრებიც არსებობდა და უკვე ჩვენ ხედავთ, ალბათ ამაზე ცალკე შეიძლება ისაუბროთ, რომ უკვე მათი ნაწილი უბრალოდ გაქრა. კი, აუცილებლად ვისაუბრებთ. და ეს არის ძალიან ტრაგიკული, რომ თქვა იმ შემთხვევაში თუ რუსეთის იმპერია ორი სხვადასხვა ფორმით თქვა რუსეთის კლასიკური იმპერია შემდეგ რაღაცა მოდერნული, ჭყალებში მოდერნული საბჭოთა იმპერია ღიად უპირისპირდებოდა ძალიან ბევრი მათგანი ამ ინიციატორები უბრალოდ ფიზიკურად მოსპეს, არ მხოლოდ იდეები, არამედ ფიზიკურად გაანადგურეს. დღესაც ჩანს, რომ რაღაცა მინიმუმ ინიციატივები უკვე პაუზდება, ნადგურდება, უბრალოდ თავს ანაბებენ, იმიტომ რომ შეუძლებელია ამ სისტემაში მსგავსი საქმეების კეთება, საფრთხის შემცველიც და შეიძლება რაღაცა ძალიან მძიმედ, ძალიან რაღაცა ცუდ მოგონებებს და ცუდ ისტორიულ პარალელებს იწვევდეს ჩვენ. კი, აუცილებლად ვისაუბრებთ მაგაზე, მაინც მინდა დავბრუნდე იქ. აი ეს სათემო ინიციატივები გარდა იმისა, რომ მათ გარშემო, ამ ინიციატივიანი ადამიანების გარშემო რაღაცა საზოგადოებას აცოცხლებდა, უფრო მეტ ინტერესს უჩენდა და შემდეგ. რამდენად იყო საერთოდ მაშინდელ თვითმმართველობასთან რა ტიპისაც ჰქონდა, რომ რამენაირად უწყობდა ერთმანეთს ხელს, იმიტომ რომ ახლა გვაქვს ჩვენ თვითმმართველობა დამოუკიდებელ საქართველოში, მაგრამ ამ წუთას პრაქტიკულად გაწყვეტილია ურთიერთობა სათემო ორგანიზაციებსა და ხელისუფლება, ადგილობრივ ხელისუფლებას შორის. იქ რაიმე ბმა თუ იყო, თუ მაშინაც ასე დამოუკიდებელ ჯგუფებად არსებობდნენ და აი ამ ეს ბმები ადგილებზე ნაკლებად იყო. ეს თვითონ სათემო ინიციატივები და ეს სათემო ინიციატივები ერთგვარად ალტერნატივა გახდა ამ თვითმმართველობების, განსაკუთრებით რუსეთის იმპერიაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქალაქო არეალების მიღმა რეალური თვითმმართველობა არც არსებობდა, იმიტომ რომ ეს მასამაზრო დაყოფები იყო, ეს ადმინისტრაციულ სამხედრო ერთგვარი დაყოფა და იქ არანაირი რაღაცა არც საკონსულტაციო სივრცეებიც არ შეებოდა დანიშნული რუსი მოხელე, ან ქართველები ჩდებოდნენ უკვე მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, უბრალოდ ისინი იყვნენ რიგითი მოხელეები, რომელიც ექვემდებარებოდნენ ქუთაისისა თუ თბილისის გუბერნიის ხელმძღვანელებს და შემდეგ მეფის ნაცვლასა თუ მთავარმართებას. აქ არანაირი სივრცე თვითმმართველობის ფიზიკურად არ არსებობდა, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც 60-იან წლებში დაიწყო რეფორმები რუსეთის ცენტრალურ ნაწილში, საქართველოში
არ გადმოსულა, ამის შესახებ სოლაბის ფანტასტიკური კვლევაც არსებობს ერობების შესახებ. ეს არ გადმოსულა, ეს სამწუხაროდ ვერც 1905 წლის რევოლუციის შემდეგ რაღაცა დემოკრატიზაციის ახალ ტალღაში მოხდა და 1907 წლამდე ფაქტობრივად არ არსებულა. თუმცა მე მაგრამ თუ შევხედავთ რესპუბლიკის პერიოდი ქონდა, როცა თვითმმართველობის რეფორმის სასწავლებელი. მან ძალიან საინტერესოა გარკვეულ მაგალითებთან მიმართებაში, მაგრამ მეორეა რომ ქალაქებში რაღაცა მეტნაკლები თვითმმართველობა არსებობდა, ეს არის შეზღუდული სრულად. მასში ჩართულია მოქალაქეების ყველაზე კარგ შემთხვევაში, როცა ეს რეფორმები სხვადასხვა ეტაპს გადის რეფორმებზე, ქალაქის მოსახლეობის 2%, მაგრამ თუ შევხედავთ ამ ინიციატივებს, ქალაქში არის ბევრად ნაკლები. ქალაქში ინიციატივებს ესე კლასიკური გაგებით ვერ ჩავთვლით, იმიტომ რომ ეს არის ძირითადად საქველმოქმედო საზოგადოებები, რომლებსაც ქმნიან ქალაქის მდიდარი მოქალაქეები და მასში როგორც ეს ქალაქის მასა ნაკლებად არის ჩართული და ის ასე ვთქვათ სათემო ინიციატივები რაც იქნება ყველა სამაზრო დონეებზე, რეგიონებში და სოფლების დონეზე. მათ პირდაპირ შემხებლობა არაფერი არ გააჩნიათ, იმიტომ რომ ფიზიკურად არ არსებობს და ალბათ ერთ-ერთი მიზეზი და ალბათ კი არა ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც ეს ინიციატივები იქნება, იმიტომ რომ ადგილზე არც გადაწყვეტილება მიიღება, არც თვითონ იმპერია არაფერს არ აფინანსებს და პირიქით აი განათლების მიმართულებით არამხოლოდ აფინანსებს, კერძო ინიციატივებსაც კი ხელს უშლის. თქვათ ადგილზე სკოლების შექმნას ღიად ხელს უშლის და რაღაცა სამოსწავლო ოლქების საშუალებით, რომელიც რაღაც ადმინისტრაციული ეს არის მექანიზმი ძლივს გახსნის სკოლებსაც კი ხურავს. და ეს ძალიან მკაფიოა. მაგრამ ყოველთვის როცა უკვე შემდეგ განვითარებაზე გადავდივართ, იქ ჩანს რომ ეს სათემო ინიციატივები, ის 1905 წლის რევოლუცია, მასში მონაწილე ძალიან ბევრი სათემო ინიციატორი, საბოლოოდ გახდა ძალიან კარგი ნიადაგი, მოამზადა კარგი ნიადაგი, ის რაც შემდეგ რესპუბლიკის პერიოდში განხორციელდა. ძალიან ბევრი მკვლევარი პირდაპირ ამბობს, აი გურიის რესპუბლიკა, ჭყალებში ასე ვთქვათ რესპუბლიკა, გურიის მოძრაობა, 1905 წლის რევოლუცია, შემდეგ უკვე იქიდან მოყოლებული ვთქვათ ეს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები, არადემოკრატიული არჩევნები, თუმცა სათათბიროში არჩეული ქართველი დეპუტატების ასე ვთქვათ საქმიანობა იყო კარგი რეპეტიცია, შემდეგ უკვე დამოუკიდებლობის პერიოდში მიგვეღწია რაღაცა ცოდნა, მინიმუმ ცოდნა დაგროვებული იყო, როგორ შეიძლება განვითარებული იყო და შექმნილი იყო თვითმმართველობები და ადამიანებმა უკვე თავისი გამოცდილებები, თავის დაგროვილი ცოდნა გადმოიტანეს. და ჩვენ ვხედავთ, რომ აგერ ისიდორე რამიშვილი განსაკუთრებით კაფიო მაგალითია, მაგრამ მას ვხედავთ როგორც ერთ-ერთ დამფუძნებელს იმ რესპუბლიკისაც, კოსტამი რეჯიბი უფრო გადადის სამეცნიერო კუთხით და პროფესორი ხდება და სხვა პიროვნებების კაფიო ჩანს. მოდი ვთქვათ, ხო მოუწია სოფლიდან წამოსვლა. ხო, სოფლიდან წამოსვლა ეს მანამდე მოუწია, მაგრამ შემდეგ ხდება უკვე უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ჩანს. ანუ ეს ადამიანები ამ რესპუბლიკის პერიოდში, მათ შორის რამოდენიმე ცოტათი რესპუბლიკისადმი არაკეთი განწყობილიც იყო, ვინც მანამდე ინიციატივების ავტორებიც იყვნენ, იმიტომ რომ მათში ბოლშევიკური განწყობებიც ხშირად იყო დაკავშირებული, მაგრამ მათი აბსოლუტურ ამოსვლა შემდეგ ამ რესპუბლიკის რაღაცა სხვადასხვა რგოლში ჩანს, თქვათ ის გურიის ბიბლიოთეკის შემქმნელები არიან ოზურგეთის ხმოსანთა ოზურგეთის სამაზრო საბჭოს წევრები და ასე შემდეგ. ანუ ეს გამოცდილება, რაც მანამდე მათ შეიძინეს და თავის ინიციატივებით უკვე გადმოიტანეს. მაგრამ აქ არის ძალიან საინტერესო, აი რესპუბლიკა ეს რაღაცა მცირე გამონათება რაც იყო, აქ იყო ამ ინიციატივების წახალისების სხვა მექანიზმებიც, იმიტომ რომ თვითონ რესპუბლიკის თვითმმართველობები ქმნიდნენ აფინანსებდნენ ხშირად ამ ადგილობრივი ინიციატორები იყვნენ ამის ადგილზე განმახორციელებლები, აი ბიბლიოთეკებს, ახალ სკოლებს, საგანმანათლებლო კულტურის დაწესებულებებს. მაგრამ ეს რესპუბლიკა მხოლოდ 1028 დღე იარსება და რა ხდება ამის შემდეგ ეს ძალიან საინტერესოა და სამწუხაროდ დღეს ძალიან აქტუალური. იმიტომ რომ რეალურად ეს ინიციატივები, ეს რაღაცა თვითმოქმედება თვით თემის ორგანიზება საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან ხდება ღიად დასჯადი, სახიფათო. ხო, არა მხოლოდ ანუ სახიფათო ხდება და საბჭოთა ხელისუფლებას აქვს ასეთი მიდგომა, რომ ის რაც სათემო ინიციატორები და ეს დამოუკიდებელი პირები სოფელში აკეთებდნენ, ეს უნდა გააკეთოს სახელმწიფო და ეს უნდა გააკეთოს მკაცრი იდეოლოგიური კონტროლის ქვეშ. ანუ ეს არ უნდა იყოს თავისუფალი ინიციატივა, ეს არ უნდა იყოს რაღაცა თვითშემოქმედება თემის თავიანთი რაღაცა უფრო თავისუფალი მოქმედების არეალი, ეს უნდა იყოს კაფიოდ ჩარჩოებში მოქცეული, ხო? ის რასაც მანამდე ინიციატორები აკეთებდნენ თავიანთი რაღაც ფანდრაიზინგებით, თავიანთი შემოწირულობით, თავიანთი იდეებით. შემდეგ ეს გახდა უკვე სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი. ყველა სოფელში შექმნეს ბიბლიოთეკები, კინოცენტრები და ასე შემდეგ, მაგრამ ის გახდა არა რაღაცა თავისუფალი საზოგადოების
თვითშემოქმედების არეალი, არამედ გახდა რაღაცა იდეოლოგიის დამატებითი კულტურული განზომილება. პრინციპში მას მე ასე მოვდივართ, აი ამ მიმართულებით რეალურად ჩვენ არაფერი არ შეგვიცვლია 30 წელია დამოუკიდებლობა მოპოვებული გვაქვს, ხო? იმავე სისტემით მიმდინარეობს ახლა მართვა და ადამიანები, რომლებიც გარკვეულ ინიციატივებს გამოხატავენ და რაღაცა ცდილობენ, რომ ეს ინიციატივები რაღაცა აცოცხლონ, ეს ადამიანები ისევ ყურადღების მიღმა არიან და არც ყურადღების მიღმა ახლა უკვე ფაქტობრივად ვეღარც კი ფუნქციონირებენ. ახლა წინა კვირას ვიყავ მე კახეთში ჩასული და კახეთი მაშინაც ძალიან უნიკალური იყო, თუნდაც გულგულას მაგალითი, თუნდაც ქვემო მაჩხაანის მაგალითი, ეს იყო მართლა უნიკალური პრეცედენტები. ახლა ქვემო მაჩხაანში სოფელმა მოახერხა ის, რომ უზარმაზარი უნიკალური თეატრი ჰქონოდა, სადაც წარმოდგენები იმართებოდა და რომელსაც სოფელი ინახავდა, არა მარტო ააშენა, ინახავდა და მას შემდეგ ეს ყველამ ვიცით რა დღეში არის ეს თეატრი რომ არ ფუნქციონირებს ერთია და ჭერიდან წყალი რო არ ჩამოდიოდეს, ამას ვერ მივახციეთ წლების განმავლობაში, ხო? და საერთოდ არავის ახსოვს, რომ ეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მას მოვლა და პატრონობა სჭირდება. თუმცა აი ახლაც არის კახეთში ინიციატივები, იგივე ნუკრიანი არის ამის ძალიან დიდი მაგალითი, რომ სადაც 20 წელია სათემო ორგანიზაცია არსებობს, ნუკრიანი, ყვარელში გაკეთდა, სადაც უდიებით დასახლებულმა თემმა გააკეთა სათემო ორგანიზაცია და იქ თემში აკრეფილი თანხებით დაიწყეს მათ ყოველგვარი დონორული დახმარების გარეშე დაიწყეს მათ მუშაობა და ეს ადამიანები მაინც ნელ-ნელა გაჩნდნენ ჯერ კიდევ 90-იანების დასაწყისში და ამ დრომდე რაღაცნაირად მოახერხეს და მოვიდნენ. იყო ეს ინსპირაცია ის, რაც მაშინ მქონდა, რამ გამოიწვია ახლა კიდევ ეს მეხსიერება გქონდა შემორჩენილი თუ რამ გამოიწვია აი ამ პატარ-პატარა სათემო ჯგუფების გაჩენა ისევ. მე მახსოვს, რომ კვლევაც გააკეთეთ თქვენ ახლანდელ სათემო ორგანიზაციებზე. რა მდგომარეობა გვაქვს საქართველოში ახლა აი ამ მოცემულობაში? აი უფრო იმ კითხვის პასუხიდან დავიწყებ, რაიმე თქვა მათ ჰქონდა მე-19 საუკუნის დღეს სამწუხაროდ არავით არის, იმიტომ რომ ის მეხსიერება რაც არსებობდა მე-19 საუკუნეს რაც შეიქმნა ამ სათემო ინიციატორების, აქტივისტების მხრიდან ეს ფაქტობრივად გაქრა, იმიტომ რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა გახდა რეპრესიების მსხვერპლი, მათი ხსენებაც კი შეუძლებელი იყო. აი იგივე ძალიან ჩავი ციკლი, იმიტომ რომ ჩემთვის რაღაცა ფავორიტი ცეკვი, მაგრამ იგივე ისტორია რამიშვილის მიერ დაარსებული სკოლის 50 და 100 წლის იუბილე აღნიშნეს ისე რომ ეს ადამიანები არ უხსენებიათ. იმიტომ ეს იყო რეპრესირებული, ეს იყო მათთვის ასე ვთქვათ სოციალ-დემოკრატი მენშევიკი და არა თუ რაღაცა მეხსიერება არსებობდა, ეს ადამიანი უბრალოდ ჩვენი ისტორიიდან გაქრა. და ისევ ეს სათემო განვითარების ცენტრმა ანა მარგველიშვილმა და სხვებმა როცა დაიწყეს ეს კვლევები, იქიდან გაცოცხლდა თავის დროზე ეს განსაკუთრებით პირველ და მეორე ტომში გაცოცხლდა ეს ძველი ისტორიები, რაც დაკავშირებული იყო უშუალოდ ინდივიდებთან. და ამის შემდეგ გარკვეულწილად იყო გარკვეული კავშირი, მიმბაძველობა, რაღაცა ინიციატივების გაზიარება, გამოცდილების ძველი ამ წიგნების საშუალებით გაზიარება. მაგრამ მაინც ეს რაღაცა სრულიად განსხვავებული, ტრანსფორმირებული საზოგადოებები იყო მე-19 საუკუნე, საკმაოდ ჩაკეტილი, ვთქვათ, ნაკლები კომუნიკაცია გარესამყაროსთან და ასე შემდეგ და დღევანდელი რეალობა. მაგრამ აი 90-იანი წლები გარკვეულწილად მცირედით მაინც გავს, იმიტომ რომ ეს არის რაღაცა რეფლექსია ძალიან დიდ სოციალურ ჩავარდნასთან, ძალიან დიდ რაღაცა კატასტროფასთან, ეკონომიკურ, პოლიტიკურ კატასტროფასთან, ინსტიტუტების მოშლასთან და ასე შემდეგ. მაგრამ 90-იან წლებში ძალიან ცოტა ინიციატივა ჩანს, რაღაცა 2000-იან წლების დასაწყისში, უფრო 2010-იან წლებში სხვადასხვა საერთაშორისო მხარდაჭერით განსაკუთრებით გერმანული გამოცდილების გაზიარებით, ანუ ეს შემდეგი ინიციატივები იქნება არა, ვთქვათ, ჩვენივე ისტორიიდან ნასწავლი 2000-იან წლების ეტაპი, არამედ არის რაღაცა გერმანული გამოცდილებიდან, იმიტომ რომ ეს სათემო ინიციატივების მიმართულებით გერმანია და ზოგადად ცენტრალური ევროპა, დასავლეთ და ცენტრალური ევროპა არის ამის საუკეთესო მაგალითი, იმიტომ რომ იქ ფაქტობრივად მე-19 საუკუნეა დაიწყო ეს ძალიან ბევრი სათემო ორგანიზაციის ფორმირება და ძალიან ბევრ რურალურ არეალში არა მხოლოდ ერთი კონკრეტული სათემო ცენტრი, არამედ შეიძლება რამოდენიმე მიმართულებით პროფილური ცენტრი არსებობდეს და მოქალაქეები კონკრეტული სოფლის
ასე ვთქვათ, ორგანიზებული და დაყოფილი იყვნენ კონკრეტული სფეროების მიხედვით. სამწუხაროდ ჩვენთან იგივე ჩვენი კვლევით, რომლის ხელმძღვანელიც ანა მარგულაშვილი იყო თავის დროს, როცა გამოიცა ეს კვლევა სათემო ინიციატივების დღევანდელ სათემო ცენტრებთან მიმართებაში, აქ აჩვენა ერთი მნიშვნელოვანი იყო, რომ დაახლოებით 200-მდე სათემო ცენტრი ფუნქციონირებდა, მაგრამ თუ ამას ჩვენ განვაზოგადებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადაც 3000-ზე მეტი სოფელია, ეს ძალიან მცირე რაოდენობაა. მათი დიდი ნაწილი, სათემო ცენტრების დიდი ნაწილი აქტიურად ვერ ფუნქციონირებს, ძალიან ბევრი გამოწვევის გამო. ეს გამოწვევები არის, თქვათ, ფინანსური, არის, თქვათ, სოციალური ადგილზე მოქალაქეების თვითონ ჩართულობის ნაკლები მაჩვენებელი, სამწუხაროდ ამას ალბათ ბოლო პერიოდში ძალიან განსაკუთრებით დაემატა ეს პოლიტიკური ფაქტორი, ერთგვარად არამეგობრული გარემო ამგვარი ინიციატივების, იმიტომ რომ როგორც წესი ადგილობრივი ხელისუფლება ამგვარი ინიციატივებს აღიქვამს მის საპირისპიროდ ალტერნატივად, ძალიან მტრულად უყურებს და ძალიან ხშირად ხელი შემშლელად. შესაბამისად ეს ძალიან დიდ პრობლემებს აწყდებოდა ბოლო პერიოდის, ბოლო 3-4 წლის აი რაღაცა ახალგაზრდული ჯგუფები, რომლებსაც ანიჯარით ჰქონდათ აღებული, ან ათხოვა მუნიციპალიტეტმა რაღაცა ფართი, რომელიც ამ ადამიანებმა საკუთარ ხელით გაარემონტეს, საკუთარ ფინანსებით დაათმობინეს და გამოყარეს გარეთ. კაფიო მაგალითი თეთრი წყაროს ახალგაზრდული ცენტრი. ერთ-ერთი სამიმუშო ცენტრი იყო ამ მიმართულებით და არა მხოლოდ თქვათ იმ პატარა ქალაქში, არამედ თეს მუნიციპალიტეტზე იყო ორიენტირებული და მე მინახავს იმ სივრცეში სხვა ათეულობით სოფლიდან თავმოყრილი ახალგაზრდები, რომელიც ძალიან ბევრ ახალ ინფორმაციას იღებდნენ, ძალიან ბევრ სასარგებლო პროფესიაზე შეგვიძლია ვთქვათ სწავლობდნენ, იგივე მსგავსი იყო გორის მეგონი თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, რომელიც მთლიანად ადგილობრივი ახალგაზრდების ინიციატივით საერთაშორისო დახმარებით ასე ვთქვათ განხორციელდა ეს პროექტი 10 წლების განმავლობაში. წარმატებულად ფუნქციონირებდა, თავის ისტორია შექმნა და ამ დროს ხელისუფლება არათუ რაღაცა ხელს უწყობდა ან თუნდაც ამ სივრცესთან მიმართებაში პრობლემას არ უქმნიდა, არამედ ნახეთ, გორის შემთხვევაში მეგონი ჯერჯერობით ვიყენებენ სივრცეს, მაგრამ აი თეთრწყავის შემთხვევაში ვიცით, რომ ეს მსგავსი ძალიან ბევრგან არის, ეს არ არის ინდივიდუალური შემთხვევები. ანუ სახელმწიფომ ეს თავისი რეპრესიული პოლიტიკა აქაც დაიწყო, რომ ეს სივრცეები, სადაც იყო, ასე ვთქვათ, სახელმწიფო საკუთრება, სათემო ინიციატივებში, განსაკუთრებით მუნიციპალურ დონეზე ეს უკვე შეწყვიტა. ეს ალბათ იმის მაჩვენებელიც არის, რამდენად დამოკიდებულია თვითმმართველობა ცენტრზე, ხომ? თვითმმართველობა რომ იყოს მართლაც თავისუფალი და დამოუკიდებელი ჩვენს ქვეყანაში, მას შეიძლება სულაც არ მიეღო ამგვარი გადაწყვეტილება და ეს საერთოდ არ მაინტერესებს. მე არ მსურს ადგილობრივი ხელისუფლების წარმოება, მაგრამ ნუ არის ესეთი, რა თქმა უნდა. ზემოდან წამოსული. ირაკლი, იცი რა მაინტერესებს? ჩვენი სათემო ორგანიზაციები რომ არა დონორული მხარდაჭერა ვერ იარსებებდნენ ჩვენს რეგიონებში. ალბათ ეს განასხვავებს წარსული სათემო ინიციატივებისგან, ხო, სადაც მაინც ადგილობრივები ცდილობდნენ თანხების მობილიზებას. დღეს ეს რატომღაც ვერ ხერხდება. აი შენ წეღან გარკვეულწილად გაკვრით ახსენე ეს. რატომ ვერ ხერხდება დღეს ადამიანების უფრო მეტად მობილიზება, თუნდაც იმ ნაწილში, რომ რაღაც საერთო საქმის განცდა რატო აღარ არის, რაც იყო მაშინ და ეხლა პრაქტიკულად აღარ ყავს. კაფიოდ იკვეთება ერთი, რომ იმ პერიოდის, თქო, სათემო ინიციატივები ერთად იყო საწევრო შემოწირულობებზე, რაღაცა მხარდაჭერთა კლუბებზე, ატარებდნენ უამრავ კულტურულ ღონისძიებას, თეატრალურ წარმოდგენებს, რაღაცა საღამოებს თუ ასე შემდეგ და ეს სხვადასხვა არა მხოლოდ რუსეთის იმპერიის პერიოდში, აი რესპუბლიკის პერიოდში უამრავი განცხადებაა, რომ ტარდება კონკრეტული საღამო, კონკრეტული ვახშმობა, კონკრეტული თქვათ თეატრალური წარმოდგენა, კონკრეტული ინიციატივის. ეხლა მერია თუ არ ჩამოგიყვანს. სხვადასხვა არა მხოლოდ ინიციატივის, მაშინ ძალიან ბევრი გამოწვევა ჰქონდა თვითონ სახელმწიფო ინსტიტუტი და სახელმწიფო ინსტიტუტების დასახმარებლად. განსაკუთრებით იყო ჯარი, თქვათ ჯანდაცვა, იმიტომ რომ ეპიდემია იყო გავრცელებული თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ პრინციპში აი იმ კვლევამაც აჩვენა რამოდენიმე სათემო ცენტრი იყო, აი ალბათ 5-ზე ნაკლები, რომელიც ფუნქციონირებდა რაღაცა შემოწირულობებით და იყო კიდევ ასე არა დონორის, თქვა საერთაშორისო, არამედ ადგილობრივი შეძლებული პიროვნება აფინანსებდა კონკრეტულ წრეებს. თუმცა შესაძლებელია რომ
იყოს სქემა და სისტემა, სადაც თვითმმართველობა იქნებოდა მონაწილე ამ ყოველ. ძალიან ბევრი ვარიაცია შეიძლება. ეს ევროპის მაგალითები არის, ხო? სადაც თვითმმართველობასთან ძალიან აქტიურად თანამშრომლობენ კი არა, ამის გარეშე წარმოუდგენელია სათემო მოძრაობების განვითარება და სათემო ცხოვრება. იქ რაღაცა ადგილობრივ თვითმმართველობასთან ბმა ყოველთვის აქვს ასეთ სათემო ორგანიზაციებს. აქ აბსოლუტურად პირიქით აი ეს მტრული გარემო უფრო და უფრო ერთი ეს არის თვითმმართველობასთან რეალური თანამშრომლობა, რაღაც თვითმმართველობა დააფინანსოს იშვიათ შემთხვევებშია. რამოდენიმე კარგი გამოცდილებები იყო სხვადასხვა პერიოდში, როგორც მახსოვს, მე მგონი ლაგოდეხს ჰქონდა რაღაცა თანამშრომლობა, ოღონდ არ იყო სათემო ინიციატივებს, არამედ რაღაცა კონკრეტულ აქტივობებს აფინანსებდა. თეთრი წყაროსაც ჰქონდა რაღაცა შემთხვევები, რაღაც ბანაკების კუთხით, როცა აფინანსებდა არა სათემო ორგანიზაციას, არა სათემო ინიციატივას, არამედ კონკრეტულ აქტივობას, რომელსაც ახორციელებდა, იყო თანადამფინანსებელი. ეს დიდი ხანია შეჩერდა, აღარ არსებობს მსგავსი მექანიზმები, იყო ახალგაზრდული სააგენტო, რომელიც ახალგაზრდული მიმართულებით სათემო ორგანიზაციებს ხარს უჭერდა, მაგრამ ეს მომდინარეობს რამოდენიმე ფაქტორიდან. ერთი ის, რომ რატომ ეს არის სტიგმატიზირებული, საბჭოთა პერიოდში რახან ესე ვიყავით, რომ თვითონ სახელმწიფოს უნდა აეღო თავის თავზე ეს ხო რაღაცა ფუნქციონირებდა სახელმწიფოს დაფინანსებით, თეატრები, სასოფლო თეატრები, სასოფლო ბიბლიოთეკები თუ სხვა რაღაცა გარკვეული ორგანიზაციები 90-იანებში ჯერ სოციალური ფონი უწყობდა ამას ხელს, რომ იმდენად გაჭირვებული იყო, იქ არავის არ ჰქონდა რაღაცა ზედმეტი თუნდაც რამოდენიმე ლარი იმისთვის, რომ გადაერიცხა და ან შეეტანა ამ სალაროში, საერთო სალაროში და ამით განეხორციელებინათ. 2000-იან წლებში პრინციპში ერთის რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს საერთაშორისო დონორების ხარდაჭერა, მაგრამ ამან მე ვფიქრობ, რომ მეორეს მხრივ ცოტათი ცუდად იმოქმედა, იმიტომ რომ ეს მოქალაქეებმა ჩათვალეს, რომ ეს იყო კარგი, თქვათ, ხარდაჭერა, რომელიც თემს ხელს უწყობდა, მაგრამ მეორეს მხრივ რაღაცა ვერ დაინახეს თავიანთი ადგილი, რაც შეიძლება თვითონ თავისი წვლილი შეეტანან, თავისი რაღაცა ფინანსური, შეიძლება ფიზიკური შრომით შეეტანან წვლილი თავისი თემის განვითარებაში. დღეს პრინციპი და ასეთი მაგალითები სხვათა შორის მაგალითად ზემოაჭარაში ძალიან ბევრი გქონდა, როცა რაღაცა ადგილობრივი ინიციატივები, სწორედ ასე კეთდებოდა ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფები, თვითმმართველობაც გარკვეულწილად, ადგილობრივი ბიზნესი და იქ მცხოვრები სოფლის მოსახლეობა, რომელიც ფიზიკურად შრომობდა ხოლმე, ეს ინფრასტრუქტურას ეხებოდა მხოლოდ, მაგრამ კულტურული, საგანმანათლებლო, რაღაც ახალგაზრდული ასეთი ტიპის პროექტები პრაქტიკულად აი ამ თანამშრომლობის გარეშე არსებობს. ასე ვთქვათ, ბავშვობა სკოლის მასწავლებელში ხედავთ ამგვარ ასე ვთქვათ მოქმედებებს. მაგრამ ეს რაღაცა ჩვენი შესაძლოა ჩვენი სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდის შემდეგ ძირითადად თვითმმართველობამ გადაიბარა და აღარ არის საჭიროება ამგვარი ჩართულობის ძალიან ხშირ შემთხვევაში, რომ ეს რაღაცა ინფრასტრუქტურისთვის დაორგანიზდნენ მოქალაქეები ფიზიკურად იშრომონ ან რაღაცა კონკრეტული შეიტანონ და გაერთიან რესურსები, ფინანსური რესურსები და ამით მოაგვარონ პრობლემები, მაგრამ მე თითქმის არ მახსენდება ამგვარად მოქცეულიყო მოქალაქეები და რაღაცა ფიზიკურად დახმარებოდნენ ან ფინანსური შემოწირულობა ყოფილიყო კონკრეტული რაღაცა საგანმანათლებლო რეალური სათემო ასე ვთქვათ განვითარების მიმართულებით. თუმცა როცა ეს ცოდნის კაფე, რომელიც წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა ამ კუთხით და შემოწირულობას აგროვებდა, თუმცა საერთაშორისო დონორები მაინც მონაწილეობდნენ იქ და ეს არ იყო ასე ვთქვათ მხოლოდ მოქალაქეების ინიციატივით, მაგრამ ეს რაღაცა კულტურულად დღემდე მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა თითქოს ცოტათი მაინც დავაღწიეთ თავს 90-იანი წლების ასე ვთქვათ ამ სოციალურ ძალიან დიდ ჩავარდნას, მაგრამ დღეს თუნდაც ეს გარკვეულწილად ძალიან მცირე საშუალო კლასიან შეძლებული ადამიანები ნაკლებად ფიქრობენ იმაზე, რომ გაიღონ რესურსები და კონკრეტულ სათემო ინიციატივები დააფინანსოს. იმიტომ რომ ამას თვლიან ისევ, რომ ეს ან საერთაშორისო დონორებმა უნდა დააფინანსონ, ან თვითმმართველობის საქმეა. რეალურად არც ერთი აღარ რჩება. საზოგადოების მობილიზების, აი ბოლო 10 წელი რო ავიღოთ, მე 3 ძალიან კარგი 4 კარგი მაგალითი მახსენდება. კარგი ცუდად ნათქვამია, თუმცა როცა გაუჭირდა რაღაც მომენტში, რაღაცა მძიმე ამბავი მოხდა, იქ როგორ დადგა საზოგადოება, იყო ეს თბილისში ვერესხეობის ტრაგედიის შემდეგ, როდესაც მთელი ახალგაზრდობა იყო ქუჩაში და შიშველი ხელებით ებრძოდნენ სტიქიის შედეგებს. შემდეგ იყო პანდემია, როდესაც სახლში ჩარჩენილ მოქალაქეებთან სასწაულად მობილიზდა მაშინაც ახალგაზრდობა და შეიქმნა ჯგუფები, მობილური ჯგუფები, რომლებიც სოფლებში მიუვალ ადგილებშიც კი ადიოდნენ, რომ ადამიანები არ დარჩენილიყვნენ
პროდუქტის გარეშე და წამლის გარეშე შოვის ტრაგედიის შემდეგ და ბოლოს აი ამ ზამთარს გურის თითოეულობის დიდი კატასტროფების კი, აი ეგაა დიდი კატასტროფა. თუმცა მე ეს მაჩვენებს იმას, რომ საზოგადოებაში მობილიზების რესურსი არის და მაინც მაქვს იმედი იმის, რომ რაღაცა თუ პოლიტიკა ძალიან ხერს არ შეუშლის ამ საზოგადოებას და არ იმუშავებს საზოგადოების წინააღმდეგ, ამ საზოგადოებაში არის რესურსი, რომ ნელ-ნელა უფრო გაძლიერდეს ინიციატივები. მათ შორის რეგიონებშიც, იმიტომ რომ დიდი ნაწილი სწორედ რეგიონებში ხდებოდა აი ამ ინიციატივების, აი ამ ორგანიზების უბრალოდ. და მე მაძლევს ეს იმის იმედს, რომ კიდევ ვიმეორებ, თუ არა პოლიტიკურია ეს წინააღმდეგობა და დაპირისპირება საზოგადოებასთან, ეს ინიციატივებად შეიძლება გარდაიქმნას და კიდევ უფრო რაღაცა მასშტაბური სახე მიიღოს რაღაც წლების მერე. თავარია მანამდე არ ჩაკლან და არ მოკლან ის, რაც გვაქვს ახლა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაც კატასტროფების ფონზე მოქალაქეები ერთიანდებიან, მაგრამ მან მე თქვენ რაღაცა ძალიან ოპტიმისტური ხასიათს ცოტათი ჩემს იმას შემოვიტან, იმიტომ რომ ეს აჩვენებს, რომ რაღაცა მომენტში მოქალაქეები იმიტომ ორგანიზდნენ, რომ სახელმწიფომ თავისი როლი ვერ შეასრულა. ხო, ეგ რა თქმა უნდა. ძალიან დიდი ჩავარდნა იყო და უბრალოდ მოქალაქეებმა ხშირად დაინახეს, რომ ეს ასე იყო და ამაზე ინიციატივები მაგრამ მეორე მხარეა რეალურად ჩვენ ეხლა სათემო ინიციატივები სოფლებში აი როცა კვლევას ვატარებდით და დავდიოდით ინტენსიურად რეგიონებში, მაშინაც ჩანდა რომ ამ მცირე სათემო ორგანიზაციებს ადგილზე შეუძლიათ ძალიან მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციები განახორციელონ და ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობები შექმნა განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, ქალებისთვის, ზოგადად სოფლის მაცხოვრებლებისთვის. სამწუხაროდ ეს პროცესი ჩემი დაკვირვებით და თქვენს ბოლო პერიოდში აშუქებდით, რომ ეს პროცესი ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დგას. აი ამ რუსულმა კანონმა, ფარამ, ეხლა გრანტების შესახებ კანონმა დარტყმა მიაყენა არა მხოლოდ რაღაცა დიდ ორგანიზაციებს, რომელიც კონკრეტულ თემებზე. მე თუ მკითხავ დიდ ორგანიზაციებს კიდევ უფრო ნაკლები მათ გადარჩენის შანსი აქვს, მაგრამ ამათ აბსოლუტურად გაუმოვა გადარჩენის სათემო ინიციატივები, სათემო ცენტრები ყველაზე მოწყვლადია. ეს აჩვენა იმას, რომ თავის დროზე ძალიან ბევრს ჩემს მეგობართან როცა მქონდა შეხება, მათ უბრალოდ სხვარჩევანი არ ჰქონდა დარეგისტრირებული რუსული კანონის პირველ ეტაპზე. და ეს უბრალოდ შეუძლებელი იყო მათთვის ის ჯარიმების ასე ვთქვათ გადახდა. ფარამ ფაქტობრივად შეაჩერა ამგვარი, იმიტომ რომ ძალიან ხშირად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ადამიანები, ვინც ადგილზე სათემო ინიციატივებს ახორციელებდნენ, ხშირად არიან პედაგოგები, ხშირად არიან, ვთქვათ, სხვადასხვა თვითმმართველობის მოხელეები ამ შემთხვევაში. და მათ უდგებათ ძალიან დიდი გამოწვევა, რომ ერთის მხრივ ისინი მოწყვლადები არიან ამ მიმართულებით, მართალია თვითონ პრინციპულად ძალიან ხშირად იცავენ ამ თავიანთ ინიციატივებს, მაგრამ როცა დგება თავიანთი სამსახურის საფრთხე, თავის სოციალური ყოფის საფრთხე, ძალიან დიდი გამოწვევაა. მეორის მხრივ ის, რომ თვითონ მოქალაქეები რაღაცა არც ჩართულები, ხშირად ჩართულები არიან როგორც ძალიან ცუდად შეიძლება, მაგრამ მხოლოდ მოხმარებლები. არა ვთქვათ ამ ინიციატივის ხარდამჭერები, გამძლიერებლები ფინანსურად თუ რაღაცა სხვა ინტელექტუალური შესაძლებლობით. ეს ძალიან დიდ გამოწვევას უქმნის და ეს აღარ ტოვებს რაღაცა სივრცეს, რომ აი ამ რეპრესიულ პირობებში განვითარდეს, იმიტომ რომ ხედავთ, რომ ჩვენ ერთის მხრივ ეს საერთაშორისო დაფინანსება, რომელიც ხელს უწყობდა, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის რაღაცა იყო ესეთი დიდი კითხვის ნიშანი, რომ რო შეჩერდება, შემდეგ რა მოხდება. ეს კითხვის ნიშანი გრადობის გაჩენას ხო, ძალიან დიდი პრობლემაა, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს რაღაც არც ინსტიტუციური განვითარება, რომ ოდესმე რომელიმე მთავრობას ამისთვის გამოეყო რაღაცა თავისუფალი სახსრები და მოეხმარათ. მეორე მხრივ არც თვითონ ეს მოქალაქეები არ იჩენენ ინიციატივას, რომ დაეხმარონ. და ჯერ კიდევ წლების წინაც კაფეო იყო, რომ ეს ადგილობრივი თვითმმართველობები იყვნენ ტრულად განწყობილი ამ სათემო ინიციატივების მიმართ. იშვიათ შემთხვევაში ისინი თანამშრომლობდნენ. რაღაცა მომენტში აი როგორც კი იცვლებოდა პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში, ძალიან ხშირად აისახებოდა და პირველ რიგში ცენტრში შეიძლება ჩვენ ამას ვერ ვგზავნოთ. სოფლებში აისახება პირველი ეს რაღაცა პოლიტიკური სიტუაციის ცვლილება. და დღეს ძალიან დიდი დარტყმის ქვეშ არის რეალურად ეს სათემო ორგანიზაციები, ძალიან დიდი გამოწვევების ქვეშ არის. და ამ დემოკრატიზაციის პროცესის შეჩერების უკუსლის და ავტორიტარიზმის წინ წამოწევის ფონზე შეიძლება საერთოდ გაქრეს. მეორე მხრივ საზოგადოება ძალიან განსხვავებულია, ეს აღარ არის მე-19 საუკუნის საზოგადოება და თვითონ მოქალაქეებიც თვითონ ინიციატორებისთვისაც ძალიან დიდი რისკია რეალურად. ამიტომ ძალიან ბუნდოვანია რა იქნება შემდგომში.
ერთია რომ ეს რაღაცა გვაქვს კარგი გამოცდილება, გვაქვს ეს რაღაცა ინსპირაცია, იდეებისთვის ბრძოლა, მაგრამ დღეს ვერავის ვერ მოვთხოვთ რომ ამ იდეებს შეეწიროთ და რაღაცა გახდნენ ისინი როგორც თქვა ძალიან ბევრი ჯერ იმპერიის პერიოდის რეპრესიებს მსხვერპლი გახდნენ და საჭიროა რომ საერთოდ იმედი მაქვს აქამდე არ მივართ რომ ეს რაღაც დაფრთხების იმედი მაქვს რომ აქამდე არ მივართ მაგრამ ეს ძალიან დიდი პრობლემაა და ძალიან ძიმე ასოციაციები რომელიც რაღაცა საუკუნენახევრის წინანდელ განცდებს მაგრამ საფუძვლად ეს ჩვენი რეალობაა და არ არის ძალიან შორს აქამდე არ მივართ ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი საზოგადოება და დემოკრატიას უბრალოდ ალტერნატივა არ აქვს და ამას გავიგებთ ამ სახელმწიფოში მე მაინც მინდა რომ ამისი მჯეროდეს უბრალოდ აზრი არ აქვს მაშინ აი ამ ჩვენ შრომას რაც წლების განმავლობაში თაობებს გვიშრომია თუნდაც მხოლოდ 30 წელში რაც გვეკეთებია ხო მაშინ გამოდის რომ აბსოლუტურად არაფერს აზრი არ ქონია და მე არ მჯერა რომ ასე იქნება იმედი აქვს ჩვენ არ მგონია რომ ვიყოთ ის ყველაზე ცუდი თაობა რომელიც ამ ქვეყანას დაასამარებს და მე არ მინდა რომ ამ თაობას მივეკუთვნებოდა გულწრფელად ვამბობ და იმედი მაქვს რომ აი სათემო ინიციატივებიც უფრო ძლიერი და მძლავრი გახდება ეს უნდა გადარჩეს პირველ რიგში ეს რაღაცა მასშტაბური იმიტომ რომ ეს სათემო ინიციატივა შეუძლია რეალურად ადგილზე სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაც რომელიც დიდად ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერება და ჩამოყალიბება ჯერ და შემდეგ გაძლიერება მე მგონია რომ სწორედ ამ სათემო ინიციატივების ხელშია და არა იმ ჩინოვნიკების ხელში რომლებიც ახლა იქ ძალაუფლებას ფლობენ გუშინ ფლობდნენ თუ ხვალ მოხდებიან აი ამ ძალაუფლების სათავეში დიდი მადლობა ირაკლი თემა არის ძალიან დიდი მე გირჩევთ რომ წაიკითხოთ ძალიან კარგი გამოცემები რომელიც მათ შორის ირაკლის ჩართულობით არის მომზადებული და ეს არის აი უკან გვიდევს სხვათა შორის ინიციატივა ცვლილებებისთვის რომელიც ჩვენს ვებ პორტალზე დროაჯიზე ელექტრონულადაც არის განთავსებული. იქ ნახავთ თქვენ საოცარ მაგალითებს ინიციატივების, სწორედ იმ პერიოდის, რაზეც ჩვენ ასე ისეთი რომანტიზმითაც კი ვლაპარაკობდით და იმედი დავიტოვოთ, რომ მომავალი უკეთესი გვექნება. მე ვუსურვებ ყველა სათემო ჯგუფს და ორგანიზაციას გამძლეობას და ვუსურვებ იმას, რომ როგორღაც აი ეს ძალიან მძიმე პერიოდი რაღაცნაირად გადაიტანონ და მე უკვე ერთად შევუდგეთ ისევ სამწუხაროდ ნოლიდან, მაგრამ ერთად შევუდგეთ ისევ ჩვენი თემების, ჩვენი სოფლების, ჩვენი ქალაქების გაძლიერებას. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და დიდი მადლობა თქვენს იმისთვის რომ გვეყურეთ. ცხადია გავაგრძელებთ ჩვენ პოდკასტების სერიას.